ქვეყნის შეუფერხებლად განვითარება და ეკონომიკური აღმავლობა არის მთავრობის პასუხი იმ პირებისათვის, ვინც საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობდა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კონკრეტულ ძალებს საქართველოს ეკონომიკის იზოლაციაში მოქცევის გეგმა ჰქონდა, რომელიც ვერ განხორციელდა. რადიკალების დესტრუქციისა და მცდელობების მიუხედავად, მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯებით ქვეყანა განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ოპოზიციის რადიკალური ნაწილი რთულ მდგომარეობაშია. ხედავდით, რომ გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა, როგორც უკვე აღინიშნა, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების ნაწილში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე ეკონომიკური ზრდის ნაწილში და ქვეყანა განაგრძობს, რა თქმა უნდა, შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც ჰქონდა 2024 წელს, შარშან-ზრდამ შეადგინა როგორც მოგეხსენებათ 9.5%, სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწევია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, პირველად გასული 20 წლის განმავლობაში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. რადიკალების ვიწრო პარტიულ ინტერესებს კი ოფიციალური მონაცემები უპირისპირდება, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანაში დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდა ამისა, გაზრდილია სამუშაო ადგილები. მთავრობის ამბიციური გეგმა კი 200,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. კვლავ სწრაფად მზარდია ქვეყნის ეკონომიკა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ იანვრის ოფიციალური მონაცემები ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდება. ქვეყანაში გაზრდილია საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც. მაჩვენებელი 99.3%-ია. სასახსადმა შეაჯამა გასული წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20,100 ადამიანით, მიაღწია 978,500 ამაჩვენებელმა. ეხება თვით დასაქმებულთა რიცხოვნობას, ის გაიზარდა 19,700 ადამიანით და მიაღწია 433,500. ამავე პერიოდში მუშაობთა რაოდენობა შემცირდა 14,700-ით. მთლიანობაში გასული 3 წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი ზრდა დასაქმების თვალსაზრისით. მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწია 1,412,500, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წელიწადის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195,000-ით. შემდეგ 4 წლიან პერსპექტივაშიც ჩვენ შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი. ეს დაპირება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად და გვექნება მთელი ძალისხმევა ამისკენ მიმართული, რომ კონდეს ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური და ჩვენ ასევე მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფოკუსი და პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის. რადიკალების და მათი პატრონების გეგმები საქართველოს მოსახლეობის ყოფის მიზანმიმართულ დაზიანებაზე გადის. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება. მათივე თქმით, დესტრუქციული ძალების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკონომიკის ჩამოშლა იყო. ამის საპასუხოდ კი ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები დაიცვა, რასაც კონკრეტული შედეგი აქვს. ადამიანი პოლიტიკოსი მით უმეტეს თუ გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური გრევაა საჭირო და ეკონომიკური გრევაა საჭირო იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, იმისათვის, რათა საქართველოში ვითარება მათი ინტერესების და მათი უცხოელი პარტნიორების ინტერესების მიხედვით შეიქმნას. რასაკვირველია, ეს არის მხოლოდ მავნებლობა არ არის. ამას შეიძლება პირდაპირ ეწოდოს საქართველოს ღალატი. წარმოუდგენელი რამ ხდება. შენი პატარა ქვეყნის მიმართ,
რომელსაც 20% ტერიტორიების ოკუპირებული აქვს, გაქვს განზრახვა ესეთი, რომ როგორმე ცუდად იყოს აქ მდგომარეობა და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას. რადიკალებს და უსამშობლოებს რა უნდათ, რომ ჩამოეშალდათ ჩვენი ეკონომიკა. ამიტომაც იყო, რომ ის აქციებს რო აწყობდნენ, ვერაფერი ვერ ქნეს, ვერც რევოლუცია მოაწყოს, ვერც ეკონომიკა ჩამოგვიშალეს და ვერც ჩვენ ქვეყანა ვერ დააჩოქეს. საფეხზე რო უნდათ, არა, ჩვენ გავძელით, იმიტომ რომ ხალხი გვენდო ერი გაერთიანდა იმისთვის, რომ დიახ, ჩვენ დაგვეცვა ქართული ინტერესები და ჩვენ სახელმწიფო ინტერესები დავიცავთ. მიუხედავად იმისა, რომ ხან საიდან, ხან ევროპიდან, ხან ამერიკიდან გახსოვთ, რაც იმაში გაგვატარეთ ცეცხლში. ადგილობრივი უსამშობლოები კიდე ცალკე დამატებითი ფრონტის ხაზი ქონდა ჩვენთან გახსნილი, მაგრამ როდესაც ხარ მართალი, როდესაც გიყვარ შენი ქვეყანა, მზად ხარ, რომ აი ამ უსამშობლოებს ხაზი გადაუსვა და სწორად იარო და ჩვენ რო სწორად ვიარეთ, ეს აღმოჩნდა და გამოჩნდა, მათ შორის აგერ USAID-ის ისა. გაიშიფრა თურმე რეებს აფინანსებდა და რას გაუძლო ამ პატარა სახელმწიფო. სახელმძღვანელო დევს ხელის გულზე, როდესაც მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი და სხვაებიც ის არის უბრალოდ ერთ-ერთი ხმა მთელი ამ პროცესის, ცდილობენ, როდესაც დაინახეს, რომ პოლიტიკური პროცესების ესკალაციით ვერ შეძლეს ცვლილებების შემოტანა, დაიწყეს სხვა მექანიზმებით ნებისმიერ ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოშალონ მართლობითი სისტემა და ამ მხრივ უპირველესად ეხლა წარმოუდგენიათ ეკონომიკური პროცესების ჩამოშლა. რატომ ეკონომიკური? იმიტომ რომ თუ გადავხედავთ განვლილ წლებს, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და წარმატება არის სწორედ ეკონომიკური წინსვლა. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდა, რამაც კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უნდა უზრუნველყოს.